ციანიდის საქმის განხილვა საპატრიარქოში შეხვედრა უწმინდესის მონაწილეობით მიმდინარეობს. ადგილზე სხვადასხვა იერარქიის სასულიერო პირები იმყოფებიან, მათ შორისაა მეუფე პეტრე და მსჯავრდებულთან ურთიერთობის დეპარტამენტის თავმჯდომარე მამა გიორგი თევდორაშვილი. შეკრებილები დეკანოს გიორგი მამალაძის საქმეს ამ შემადგენლობით პირველად განიხილავენ. საპატრიარქოსთან რატი ხვისტანი მუშაობს. პარალელურად კი ვრცელდება ცნობა, რომ უწმინდესმა დეკანოს გიორგი მამალაძესთან შეხვედრის სურვილი გამოთქვა. ჩაფიძის გულის ცენტრში სალომე ქოქიაშვილი იმყოფება. დავიწყოთ რატი ხვისტანის ჩართვით, რა განცხადებები გაკეთდა ამ დროისთვის. სასულიერო პირებმა შეხვედრის დაწყებამდე დაადასტურეს ინფორმაცია, რომ შეხვედრა შეეხებოდა დეკანოს გიორგი მამალაძის დაკავების საქმეს. საპატრიარქოში უკვე თითქმის 1 საათია, რაც შეკრებილი არიან სხვადასხვა იერარქიის სასულიერო პირები. ისინი შეხვედრას პატრიარქთან მართავენ და ინფორმაციას მიაწვდიან პატრიარქს იმასთან დაკავშირებით, თუ რა ინფორმაციაც აქვთ მათ ხელთ. აღსანიშნავია, რომ ამ შეხვედრას ესწრება საპატრიარქოს მსჯავრდებულთა დეპარტამენტის ხელმძღვანელიც. მისი განცხადებით აუცილებელი არის საქმეზე სიმართლე დადგინდეს და სწორედ ამისთვის მიმდინარეობს ეს შეხვედრა, რომ ყველა სასულიერო პირმა, ვისაც აქვს ინფორმაცია ამ საქმესთან დაკავშირებით, ესაუბრება პატრიარქს და დეტალურ ინფორმაციას მიაწვდიან კათოლიკოს პატრიარქს ამ საქმესთან დაკავშირებით. რა მიზეზით ეს უკავშირდება თუ არა ციანიდის საქმეს? კი, ამაბავთან დაკავშირებით იქნება. დაიწყება უკვე შეხვედრა? კი, 11 საათზე დაიწყება. მხოლოდ სასულიერო პირები დაიწყება. კი, მხოლოდ სასულიერო პირები. ჩვენი ტკივილია მამა გიორგის მდგომარეობა და იმედი მაქვს, რომ ყველაფერი კარგად დასრულდება. გაირკვევა ტყვან მართალი. ვერ გეტყვით, ახლა შევდივარ მეც, არა ვარ საქმეს გულში. აუდიტის მეათე ხარისხოვანია, მთავარია ახლა მამა გიორგის ეს მძიმე საშინელი ბრალდების. გუშინ ოფიციალურად ეკლესია ერი და ბერი დადგეს ერთად სიმართლის ხარისხს. ჩვენი ინფორმაციით სხვადასხვა სასულიერო იერარქიის პირების შეხვედრა პატრიარქთან ამ დრომდე გრძელდება, როგორც სასულიერო პირებმა განაცხადეს ამ შეხვედრის დასრულების შემდეგ ისინი გააკეთებენ კომენტარს, რომ ჩვენ უკვე ამის შემდეგ გვეცოდინება თუ კონკრეტულად რა საკითხებს შეეხო საუბარი. მადლობა რატი ხვისტანი იყო.